ეს არის ჩვენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ლევონ ხაბეიშვილი. იგი საპროტესტო აქციიდან გაიტაცეს და უსასტიკესად სცემეს, როცა ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მან დაინახა, როგორ მიათრევდა პოლიცია ახალგაზრდას ცემით. სცადა მისი გადარჩენა და სწორედ ამ დროს მოხდა მისი გადაცემა. 27 წუთის განმავლობაში მას სცემდნენ და მის ჯანმრთელობაზე ეს ყველაფერი დღემდე ასახულია. მიუხედავად იმისა, რომ ის მეორე დღესვე ასეთ მდგომარეობაში მივიდა პარლამენტში და პირდაპირ დაასახელა დანაშაულის ჩამდენები, დღემდე არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი. ეს მოხდა ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის ბრძანებით და ზვიად ხარაზიშვილის შესრულებით, რომელიც არის მათი სისხლიანი ჯალათი, ცნობილი როგორც ხარება. ეს ხალხი წარმოადგენს ჩვენს ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას ახლა დღევანდელ საქართველოში. ეს კი არის დავით კაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რომელიც ქართულ ხალხთან ერთად მშვიდობიანად იდგა საპროტესტო აქციაზე. იგი ასევე გაიტაცეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს ის სცემის. ეს არის ქართველი ახალგაზრდები. ეს არის ქართველების სისხლი, ჩვენი შვილების, ჩვენი მეგობრების, იმ ადამიანების, რომლებიც მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ რეჟიმმა ამ პროტესტს უპასუხა ძალადობით. არიან დასახიჩრებული ნაწამები ახალგაზრდები. რუსულ რეჟიმს დატყვევებული ყავს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი ქართველები. პუტინის ინტერესების შესაბამისად რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით დატყვევებული ყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მე მინდა გითხრათ, როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის ჩამდენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენ იხილეთ და რაც თქვენ უკვე იცით, ესეთი თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამ ყველაფრის ჩამდენი ჩაატარებს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. დასკვნები თქვენთვის მომიდია, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის გავლენას. ჩვენი ადგილი არის ევროპაში. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.